გასკეთყოდით საქართველოს ეროვნულ სარწმუნოებრივი მოძრაობის შესახებ. აუცილებლობა მოითხოვს აქაც აღნიშნოთ, რამე თუ საქართველოში ამ ბოლო დროს გახშირდა აგიტაცია, პროპაგანდა, როგორც თქვენ ბრძანეთ, საქართველოს ეროვნულ სარწმუნოებრივი მოძრაობის შესახებ. სამწუხაროა, რომ პრესა, ტელევიზია არ იძლევა საშუალებას ამ საკითხების ირგვლივ ობიექტური შეფასება გააკეთოს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლებმა, იმ პიროვნებებმა, ვისაც პირადად ეხება და ვისაც შეუძლია არგუმენტირებულად ისაუბროს აღნიშნულ საკითხზე. ჩემთვის მიუღებელია ისეთი ადამიანებისაგან და ისეთი პიროვნებებისაგან შექმნილი მსგავსი მოძრაობა, რომლებსაც სახელად ხაჩიშვილები მეორეს გვარი ბრძანდებოდა, გელბახიანი ბრძანდება. ეს ორი პიროვნება ნუ დაგვავიწყდება, გავიხსენოთ შევარნაძის მარჯვენა ხელი და იარაღი გახდნენ 91-12 წლების სახელმწიფო გადატრიალების შემდგომ და ეს ხალხი თავის პოლიტიკურ ქვეყნად, პოლიტიკურ სახელმწიფოდ აღითქვავენ ათ დაშლილ საბჭოთა კავშირს, დღეისაც უკვე დაშლილ საბჭოთა კავშირს, იმყოფებიან მოსკოვში და იქედან მოძღვრავენ ქართველ ერს, საქართველოს მოსახლეობას. აქვე ვისარგებლებ შევთხოვით და გავამახვილებ ყურადღებას, რომ საქართველოში ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა, ჭეშმარიტ ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა თავისთავად ცხადია ითვალისწინებს ქრისტიანულ სარწმუნოებრივ მოძრაობასაც და ამ თემატიკის გამოყოფა თავისთავად ცხადია ჩვენ დღეს არ გვინდა და არ შევუდგებით ამ საკითხის დაკონკრეტებას. შევნიშნავთ და აღნიშნავთ ორიოდე ძალიან მარტივად გასაგებ ფაქტს, რამე თუ ასეთ სახელებს, ასეთ მოძრაობებს, ასეთ მიმართულებებს ეპარებიან ის პიროვნებები, რომლებიც შემდგომ დღეისათვის თითქოს და აპოლიტიკურები არიან, უახლოეს მომავალში კი პოლიტიკურები გახდებიან, ზეპარტიულ სახელწოდებებსაც მიისაკუთრებენ და საქართველოს მოსახლეობას არჩევნების აგიტაცია, პროპაგანდით ხელისუფლებაში საკუთარი თავის მოსვლისათვის გამოიყენებენ. მინდა აქვე აღნიშნო ერთი ისეთი ფაქტით, რომელიც ალბათ უცხოეთში არ არის გახმაურებული და არ იციან ჩვენმა მეგობრებმა, საქართველოს პარლამენტში დღეს იმყოფება, ეგრეთ წოდებულ პარლამენტში იმყოფება ქრისტიანულ დემოკრატიული პარტია. იყო პერიოდი, როდესაც ხელისუფლებაში ბრძანდებოდნენ პარტიები, მწვანეები, თეთრები, ლურჯები, ყვითლები, ათასნაირი, მრეწველები, ქრისტიან დემოკრატები, სოციალ-დემოკრატები. იყო ესეთი ფაქტი ამ უკანასკნელ პერიოდში, რომ ქრისტიან დემოკრატების ეგრეთ წოდებულმა ლიდერმა და თავმჯდომარემ თარგამაძემ გააკეთა განცხადება არჩევნებში ხალხის ძალადობით მონაწილეობის შესახებ, სანქციების დაწესების შესახებ. მიაქციეთ ყურადღება, ქრისტიან დემოკრატიული პარტიის ლიდერი პარლამენტის ხდომაზე აკეთებს განცხადებას, ეგრეთ წოდებული პარლამენტის ხდომაზე, რომელიც არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას, მოსახლეობაზეა საუბარი, 5-დან 10 ლარიანი ჯარიმები დაუწესოთ სანქციებად. იგივე ქრისტიან დემოკრატების ლიდერი აკეთებს განცხადებას, პოლიტიკური პარტია, ვისაც 50,000 დოლარი არ ექნება საბანკო ანგარიშზე, არჩევნებში არ უნდა მონაწილეობდეს. თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი ხალხი თავს ქრისტიან დემოკრატებად ნათლავენ და უცხოეთში ავრცელებენ ინფორმაციებს. უნდა იცოდეს ყველა, რომ საქართველოში ქრისტიანობისგან და დემოკრატიულობისაგან ძალიან შორს არიან ის პიროვნებები, ვინც ხელისუფლების სავარძლებში ისხდნენ 11-12 წლების შემდგომ, სხედან დღესაც და ქართველ ერს მორალურ და ზნეობრივ უფლებას, მათ რა თქმა უნდა არ გააჩნიათ ქართველი ერის მიმართონ, რამე თუ მათ მორალური და ზნეობრივი უფლება ამის ნამდვილად არ გააჩნიათ. არც ავტორიტეტი და არც ვიმეორებ ისევ, არც საკუთარი პოლიტიკური დამსახურებები გააჩნიათ. რა შეიძლება ითქვას დღევანდელ მდგომარეობაზე, დღევანდელ რეალურ ვითარებაზე საქართველოში? მინდა ისევ აღნიშნო გულისკივილით, რომ ქართველი ერი დღეს არსებობისთვის იბრძვის. საქართველოს სახელმწიფოებრიობა კვლავ საფრთხის წინაშეა. რამე თუ ქართველ ერს, საქართველოს მოსახლეობას ძალადობით თავსმოხვეული რეჟიმი მართავს.
არც ერთი სახელმწიფო დონეზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობისა და ქართული ერის საკეთილდღეოდ არ კეთდება. სიტყვის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები აბსოლუტურად იგნორირებულია საქართველოში და ძალზე მარტივი მაგალითით მინდა შევახსენო ყველას. განსაკუთრებით საქართველოს პარლამენტის წევრებს ემიგრაციაში და მთავრობის წარმომადგენლებს. შეგიძლიათ თუ არა თქვენ აღიქვათ ის, რა მდგომარეობაში უწევს ერთს ცხოვრება, როდესაც მშობიარობაც კი ორსულების პერიოდში საქართველოში 1000-დან ზემოთ ლარი ჯდება. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობა და ქართული ერი, რომელსაც შემოსავალი აბსოლუტურად არ გააჩნიათ. არავითარი დახმარება, არავითარი სამუშაო ადგილები, აღარაფერს ვამბობ სასამართლო ხელისუფლებაზე, საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ არსებული საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ მიღებული კანონები აბსოლუტურ აღვირახსნილ უფლებამოსილებას ანიჭებს მოსამართლეებს ერთპიროვნულად გადაწყვიტონ. მიიღონ გადაწყვეტილებები და გასაჩივრებაც კი ხშირ შემთხვევაში ფაქტიურად აბსურდული ხდება, რამე თუ შესაძლებელია ქართულ ხალხს სტრასბურგისა და დასავლეთის სასამართლო პროცესებში გაგზელების სასაჩივრისა არ გააჩნია. სწორედ ამას თხოვდით და ვითხოვთ ყოველთვის. ჩვენი მეგობრებისგან, ვისაც ამ 11-12 წლების გადატრიალების შემდეგ ამ ხნის მანძილზე მეტნაკლები შეხების წერტილი აქვს ქართულ პოლიტიკასთან, საქართველოში არსებულ რეალურ მდგომარეობასთან. თხოვდით და ვთხოვთ. დაგვიჭირეთ ხარი მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ საკითხში. როგორმე მიაღწიეთ საქართველოს მოსახლეობისათვის სწორი ინფორმაციის მიღების მდგომარეობას. მოითხოვეთ სიტყვა მისცენ წმინდა ილია მართლის საზოგადოებას და თქვენ დარწმუნდებით, თქვენ თვითონ ნახავთ, რა ინტელექტი გააჩნია წმინდა ილია მართლის საზოგადოებას, ვინ არიან წმინდა ილია მართლის საზოგადოებაში გაწევრიანებული, ვინ არიან დღესაც და დღიდან დაარსებიდან ვინ შემორჩნენ წმინდა ილია მართლის საზოგადოებას, რა ბირთვი მართავს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას ადგილებზე, რაიონებში და მიხვდებით თუ ვინ წარმოადგენს ნამდვილი რეალურ ეროვნულ ძალას საქართველოში, რამე თუ არსებულ რეჟიმს და სააკაშვილის რეჟიმსა და შევარნაძის რეჟიმს ყოველთვის ეშინოდა სწორედაც რომ სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის პოზიციისა. მე აქვე ვისარგებლე შემთხვევით და მოგაწოდებთ ერთ ინფორმაციას. ხშირად ვრცელდებოდა ფაქტი, თითქოს და გია ჭყიყვაზე ჩართული იყო საპრეზიდენტო არჩევნებში, რაც აბსურდია და თქვენ შეგიძლიათ ჩვენი შავლეგოს ერთ-ერთი ნომერი ნახოთ და ნებისმიერ შეუძლია რომ მივაწოდოთ და უახლოეს ხანში ალბათ მოგვეცემ ამის საშუალება და დავდებთ ამ გაზეთს თქვენ სამჟავროზე და წაიკითხავთ რომ გია ჭყიყვაზე იქ ბრძანებს რომ ქართულ ხალხს საქართველოს მოსახლეობას არ ვაკადრებ თავს პრეზიდენტად, რამე თუ ყველამ კარგად უნდა იცოდეს რომ სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების თავმჯდომარე ბატონი ზვიად დამსახურდია გახდათ წმინდა ილია მართლის საზოგადოების თავმჯდომარე გახდათ საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო წმინდა ილია მართლის გამგეობის წევრი ბატონი ბესარიონ გუგუშვილი საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი პრემიერ-მინისტრი. წმინდა ილია მართლის საზოგადოებაში არსებობენ და არიან ისეთი პიროვნებები, რომლებსაც ძალზე დიდი რეიტინგი და მეტი რეიტინგი ჰქონდეს ერთად აღებული იმ ეგრეთ წოდებული სააკაშვილის კამპანიაში, საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილე პიროვნებებისა. ნუ რა ვისეპარება ეჭვი, რომ წმინდა ილია მართლის საზოგადოება იბრძვის ხელისუფლებისთვის ან თანამდებობისთვის. წმინდა ილია მართლის საზოგადოება იბრძოდა და იბრძვის საქართველოში სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენისთვის და შემდგომ ყველა მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ საქართველოს მოსახლეობას არც გონება დაუკარგავს, არც აზროვნება და ძალზე კარგად იციან, ვის მიანდობენ და ვის ჩააბარებენ პოლიტიკური მართვის ბერკეტებს. სწორედ ამაში გვჭირდება დახმარება, რომ ცივილიზებულმა მსოფლიომ დაინახოს და დაგვეხმაროს საქართველოში კანონიერი ვიმეორებ, კანონიერი თავისუფალი დემოკრატიული არჩევნების დანიშნა ჩატარებას, სადაც მონაწილეობის უფლება და საშუალება მიეცემა ყველა პოლიტიკურ ძალას, როგორც ეს 1990 წლის 28 ოქტომბერს მოხდა. და მინდა იცოდეთ, რომ ყველა ეგრეთ წოდებული ფსევდოპოლიტიკური ძალა საქართველოში ვადამდელ არჩევნებს გახვირის, მაგრამ ეშინიათ ერთადერთი სიტყვის დამატებისა ვადამდელ არჩევნებთან კანონიერი ვადამდელი არჩევნები. სააკაშვილის მიერ ჩატარებული არჩევნები მრავალგზის აღნიშნეთ და გავიმეორებ ეხლაც,
შევარნაძისა და სააკაშვილის მიერ ჩატარებული არჩევნები ხდებოდა და ფიქსირდებოდა დამცრობილ ტერიტორია დაკარგულ საქართველოში. მათი იურისდიქცია არასდროს არ გავრცელებულა თბილის იქეთ. და ჩვენ ასეთ არჩევნებში ვერ მივიღებთ მონაწილეობას და ვერ გავხდებით მათი თანამოაზრენი ამ ბინძურ თამაშში. ერთადერთი გზა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების აღდგენის ერთადერთი მიზანი კანონიერი ხელისუფლების აღდგენისა ისიც გახლავთ, რომ მისი იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს სრულ ტერიტორიაზე და ამის ეშინიათ არსებულ ხელისუფლებას, არსებულ რეჟიმს, კრემლს. და ეს ვიდრე ამას არ გაიგებს ქართული ეგრეთ წოდებული პოლიტიკური სპექტრი, მანამდე ისინი ნებსი თუ უნებსიეთ თანამონაწილენი ხდებიან მოღალატური ქმედებისა სააკაშვილისა, რომელმაც ბოლოს ეგრეთ წოდებულ არჩევნებშიც კი ჩვენ ამას ოფიციალურად უყენებდით და უყენებთ დღესაც მიხეილ სააკაშვილს დანაშაულად, შეცდომად არა დანაშაულად, რომ მან აღიარა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთისა და ეგრეთ წოდებული აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნები. ისევ და ისევ ვიმეორებთ, სააკაშვილმა აღიარა კოკოიტის ნაცვლად სანაკოევის გაპრეზიდენტება. სააკაშვილმა აღიარა და დაეხმარა იგივე ბაგაფს აფხაზეთში პრეზიდენტის სავარდლის დაკავებაში. და დღეს გამოდის 1000 სისულელეს, 1000 სიბინძურეს საუბრობს კანონიერ ხელისუფლებაზე, 1000 სიბინძურეს იგონებს თავისი მეგობრებისა და თავისი დამკვეთების მეშვეობით ქართველი ერის გაბიტურებისათვის, ქართველი ერისათვის, თვალში ნაცრის შეხრისათვის, მაგრამ დიდი ბოდიში მინდა მოუხადო ყველას, ქართველმა ერმა ძალზე კარგად იცის და ძალზე კარგად ხვდება ყველაფერს, რამე თუ მიშა სააკაშვილს და მის რეჟიმს, შევარნაძის რეჟიმის სამართალმემკვიდრე რეჟიმს საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ მაპატიონ, მაგრამ ბავშვების მეტი აღარავინ შემორჩა. გმადლობთ.